მის დეტალებით, რომელიც ამ წუთებში გრძელდება. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამოქვეითად მოსიარულეთათვის შესაძლოა ჯარიმები გაიზარდოს. ახალ საკანონმდებლო ინიციატივას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს. დღეს მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით კი პირი, რომელიც იქ გადადის, სადაც ეს აკრძალულია, 3 ლარი ჯარიმდება. ქრონიკა შეეცადა გაერკვია, რამდენად ხშირად ჯარიმდებიან ფეხით მოსიარულეები და რატომ რისკავენ მოქალაქეები. ნახეთ გურამ როგავას ექსტრემალური ექსპერიმენტი. რატომ ირჩევენ ამ სახიფათო გზას მოქალაქეები, როცა არსებობს უსაფრთხო ალტერნატივა? რამდენად ხშირად ჯარიმდებიან კანონის დამღობები? ამ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად ქრონიკამ ექსტრემალური ექსპერიმენტი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში საგზაო წესებს შეგნებულად და უხეშად ვარღვევდით, დღეისე დასრულდა, რომ ჯარიმა სამართალდამცავებს ჩვენთვის არ გამოუწერიათ. რეაგირების გარეშე დარჩა მოქალაქეთა ამ ჯგუფის კანონდარღვევაც. დაკვირვება დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მონაკვეთზე ვაწარმოეთ. მოქალაქეები დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო წესებს სისტემატიურად არღვევდნენ. ამ ფაქტებს საპატრულო ეკიპაჟის ჯგუფი ავტომანქანიდან აკვირდებოდა. მიწის ზედა გადასასვლელს მოქალაქეთა მცირე ნაწილი იყენებს. უმეტესობა კი მოკლე, მაგრამ სახიფათო გზას ირჩევს. აკრძალულ ზონაში მოხვედრას მშობლები ბავშვებთან ერთადაც არ ერიდებიან. ბავშვი მყავს და მეჩქარება რა. ხედით რატომ არ სარგებლია? დაგივდივარ ვიჯავად ყოფი ვარ და ვერ ავდივარ უკიბებული. დაღლილი ვარ სოფლიდან მოვდივარ ხოლმე. ვეღარ გადავდივარ ეხ. მეჩქარება. სიმაღლეზე ვერ ავდივარ. ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის შემცირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც ჯარიმის გაზრდას გულისხმობს. ალბათ საჭიროა ცნობიერების ამაღლება და უნდა გაანალიზონ ამ ადამიანებმა, რომ ყოველი აი ესეთი გადასვლა პირველ რიგში საფრთხეს უქმნის თავიანთ თავებს. საქართველოში საზოგადოების ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაბალი დონის ერთ-ერთი მაჩვენებელი მიწისქვეშა გადასასვლელებია. რატომ არ სარგებლობთ მიწისქვეშა გადასასვლელებით? ამ შეკითხვაზე საზოგადოების პასუხი მარტივია. სუნი არ უნდა იყოს, რაც მთავარია. კიბეზე უნდა ჩაახვიდე, ამოხვიდე, ბარემ გადმოჭერი ეგრევე, რაღაც გინდა ამდენი წვალე. ღირს თუ არა ამ დისკომფორტის გამო რისკზე წასვლა. რისკი მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ.